პირველ რიგში დღეს არის 4 ივლისი და ეს არის ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. მიულოცავთ პირველ რიგში ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს, სტრატეგიულ მეგობარს ამერიკას და ამ დღისადმი მიძღვნილი მარში ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ასე ვთქვათ გავახმოვანოთ ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფება, რასაც ახშობს ქართული ოცნება და ძარცვავს ამ ხალხს საკუთარი დასავლური მისწრაფებისგან. შესაბამისად ეს მარში კიდევ ერთხელ ეხმაურება იმას, რომ ამერიკა ეს არის ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ამით ასევე მხარდაჭერას გამოვხატავთ მეგობარი აქტისადმი და რაც თავისთავად გულისხმობს, რომ არალეგიტიმურ რეჟიმ ქართულმა ოცნებამ, რომელმაც გაუქმა უკანონოდ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მათ წინააღმდეგაც არის ეს მარში ამ შემთხვევაში დაგეგმილი. პირველ რიგში ჩვენ გვინდა რომ მიულოცოთ ამერიკელ ხალხს, ჩვენს მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე და გვინდა ვუთხრათ ამ ჩვენი ჟესტით, რომ ჩვენ ვილოცავთ ამ დამოუკიდებლობის დღეს და შევახსენებთ, რომ ჩვენ ვალთ ერი, რომელიც ვიბრძვით ეხა ამ წუთას დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება საფრთხის წინაშეა. ჩვენ ამ ჟესტით ვთხოვთ მეგობარ სახელმწიფოებს, რომ დაგვიდგნენ გვერდში ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ არა მარტო ჩვენთან მყარდება რუსული დიქტატურა, არამედ ეს გავლენას იქონიებს მსოფლიოზე. ვთხოვთ, რომ დროზე მიიღონ მეგობარი აქტი, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ერისთვის, რომელმაც უკვე გავაკეთეთ არჩევანი და ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ სამყაროს ნაწილი და არ გვინდა ვიყოთ რუსეთის იმპერია. ეს არის ჩვენი სათქმელი, ჩვენ არ გავჩერდებით და მათი მხარდაჭერა, მათი ძალისხმევა, რომელზეც ძალიან რეაგირებს რუსული რეჟიმი, იქნება გარდამტეხი და გადამწყვეტი ამ ბრძოლაში. დღეს ერთადერთი რაც საქართველოს გადაარჩენს რეალურად აი იმ არსებული რეჟიმისგან, იმ არსებული კრემლის რეჟიმისგან, რომელიც გველეშაპევით დაეპოტინა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ამერიკის დახმარება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას. εμάς უნდა ხარჯი გაუსვა, იმიტომ რომ წინა ადმინისტრაცია დიდად არ გწყალობდა და სასწრაფოდ არის მისაღები მეგობარი აქტი, რომელმაც უკვე გაიარა დიდი გზა და დარჩა კიდევ ერთი ეტაპი და ხელმოწერა. აი სულ ტკიპზე ვართ, რათა ჩვენ გავთავისუფლებთ იმ გველეშაპისგან, რომელიც აი გვაზის და გვიწოვს ენერგიას, სისხლს, ბედნიერებას, მშვიდობას, თავისუფლებას და ყველაფერს. ხალხი არის დაშინებული.